მოგესალმებით კოლეგებო, წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული, როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს 4-წლიანი გეგმა, 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულება იწყება, რა თქმა უნდა, წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თითეული პუნქტი ამ პროგრამის პირნათლად შესრულდეს. განსაკუთრებულად მინდა მევესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს, რომელიც მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას და მინდა მას წარმატებები უსურვო მინისტრის პოზიციაზე. სპორტის წარმატება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ბატონი შალვა პიროვნულად ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მე მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ იმას, რომ გასული 4 წელიწადი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი, იყო და მიმდინარეობს კვლავაც ომი უკრაინაში. ახლო აღმოსავლეთში ომი, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა 4 წლის განმავლობაში, ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა, ამანაც ახალი განვითარება შეეძინა 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში იყო ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა ისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის Deep State-ის დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები უსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, რა თქმა უნდა. ამ ბრძოლაში წარმატებას იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა Deep State-თან პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მსაუბრა, რომ გსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი ამ ქვეყანაში. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული. მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო. 600-ზე მეტი პატიმარი, 613 პატიმარი კონკრეტულად იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის აქტით. მე მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს, შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ ანდრია ოხანაშვილს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შეასრულება გასული წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა შობს გვიან ვიდრე არასდროს დღეს გვაქვს თანამშრომლობის შეასრულება, რამაც მოგცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და მისცა კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი, 613 პატიმარი. მე მინდა
მათ უსურვო ყველა სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, რა თქმა უნდა, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და რა თქმა უნდა, გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შევდგეთ. გვაქვს ასევე დაანონსებული ძალიან მასშტაბური პროექტები და ამ პროექტების შეუფერხებელი განხორციელებისთვის თითოეული დღე და თითოეული კვირა არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი აეროპორტის პროექტი დაანონსებული და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, აქაც რომ არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავასწინოთ, იმისათვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის მშენებლობის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასწავლებლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი და ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდაქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი. ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართულმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს უმაღლეს განათლებას, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებენ მოადგილე იქნება, რა თქმა უნდა, განათლების მინისტრი ბატონი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგჭირდება იმისათვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივახციოთ ასახულ მიზანს. არის უამრავი სხვა პროექტი, რასაც აქტიურად ვიმუშავებთ. შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს და ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მილიარდ დოლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. როგორც მოგეხსენება, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, ხოლო 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ დოლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის თავისუფლად შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა განხორციელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განმოხსოვდეს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის. კონკრეტულად ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან. 300 მილიონი დოლარით გადავაჭარბეთ 2023 წლის, ანუ წინა წლის მაჩვენებლებს. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა, ეს იყო საარჩევნო თვე, ოქტომბრის თვე, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით. შემოსავლება მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მილიონი დოლარი, რაც არის 90 მილიონი დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე, ანუ ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოდით, პირიქით ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს ხარდამჭერებს, არამედ საკუთარ ხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისი, სანქციები და ასე შემდეგ. ამაზე მუშაობენ, არა მარტო ემუქრებიან, მუშაობენ იმისათვის, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. რა თქმა უნდა, არაფერი გამოდით, მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოვუვათ. მათგან განსხვავებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი
ჩვენ ვართ ყოველას მთავრობა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც ყოველას მთავრობა და იმ სარგებლით, რა თქმა უნდა, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლონ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ და სულისკვეთებით უნდა განვახორციელოთ, რა თქმა უნდა, მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა. გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე.